მოგესალმებით პატივცემულო. საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ხარ, მისი აღმატებულება ბატონი ივანე მერაბიშვილი. მოგესალმებით. მე პატივი მერგოწილად გავხდარიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ახლა კი თქვენს წინაშე დავუკომპლექტებ მომავალ მთავრობას და ყველაფერი კარგად იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ამიერიდან არაფრის მომცემი ჯანი ჩამოცილდება და დაცვის სამინისტრო გახდება. მას სათავეში ჩაუდგება ჩვენი ერთგული სახე, შეუცვლელი დაცვის უფროსი. ოჰო! მივესალმებით ბატონ ვანოს. ახლა კი ჩემი ჯადოსნური ხელსაწყოთი მინისტრის გადაკეთებას გაჩვენებთ. აბრაკადაბրա მეთქი. ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ეყოლება ყველაზე უნიკალური შსს მინისტრი, რომელიც მოერევა ყველა სულიერს. პრინციპში შენ უკვე შეგიძლია მოიხსნა ნიღაბი. ხედავთ რა მაგარია. ორი ნიღაბი აქვს ამას. ბაბაჩო, ეგეც მოიხსენი? ხედავ შენ, არაფერი არ გერგო. აკი ძმაკაციაო? მერთო ჩემო, მართლაც რომ ვანო გაგვიზრდია უბეში. არ შეისმინა ჩემი ლოცვა ღაღადი და არაფერი შემომთავაზა. ახლაც დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა არნახული რეფორმები ჩაატარა ჯანდაცვის სფეროში. დღეიდან ყველა საავადმყოფო იქნება გამჭვირვალე და ყველა მსურველს საშუალება ექნება გარედან უყუროს ოპერაციებს. მეცაც გეტყვით, ბავშვებისათვის ოპერაციის ყურება სავალდებულო იქნება. აბა ისე, ოპერატიულ მუშაკებს როგორ გავზდით, როგორ? აბა, როგორ აითვისეთ კურნალობის ახალი მეთოდები? შესანიშნავად ბატონო ივანე, თქვენი ხედვისა და სტილის სრული შესაბამისობით. ახლავე გაჩვენებთ. აბა, როგორ ხარ? გარგო წამალმა? მარგო ჩემო ბატონო, მორჩი, აღარ მივკურნალოთ. განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევების კაბინეტი. ბატონო ივანე, აქ მუშაობთ ახალ სისტემაზე, რომლის საშუალებით სამედიცინო ხელსაწყოებიდან ამოღებული იქნება ყველაფერი, ფონეიდოსკოპის გარდა. რა საინტერესოა და რას გააკეთებს ეს ფონეიდოსკოპი? იგი მოსმენის ეს არა მარტო ავადმყოფის ჭივილებს, არამედ მის პოლიტიკურ მწამსაც იწერს. ახლავე განახებთ. ბატონო ვანო, ნახეთ ერთი რა ვერაგობას აქვს ადგილი. ახლავე მოგასმენინებთ სკანდალური სუნთქვის ჩანაწერს. გასპრომ. აი ამასთან სპეციალური თერაპიის კურსი ჩაატარეთ, თანაც დაუყოვნებლივ. ვაიმე. აბა ახლა ვნახოთ. მიშა. ოი ყოჩაღ, ახლა ყველაფერი რიგზეა. ახლა კი კულტურის სიახლეები. ბატონი პრემიერ-მინისტრის წყალობით საქართველოში მოხდა კულტურული რევოლუცია. სიმფონიური მუსიკის ორკესტრი სმიჩოკების ნაცვლად დაუკრავს მხოლოდ დუბინქებით. ახალი პრემიერ-მინისტრის დამსახურებით საქართველოში საბოლოოდ აღმოიფრა უმუშევრობა. დღეს უკანასკნელი უმუშევარი მიიღეს სამსახურში. ეს სამსახური გახლავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დღითა თუ ღამით. საყვარელო, სათხარ? არ მოდიხარ? ახლავე ძვირფასო.
რას ფიქრობ, საყვარელო? ჩვენი მთავრობა კარგად მუშაობს. ხო, ის საკვირველება, მეც იგივე უნდა მეკითხა შენთვის. არა, შენ ოჯახის უფროსი ხარ და შენ მითხარი. არა, შენ ქალი ხარ, ნაზი არსება. და შენ დაგითქმო პასპარეს, ჯერ შენ მითხარი ძვირფასო. როგორც ხედავთ, ყველა მოქალაქე დასაქმებულია. როგორც ვიცით, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ძალიან უყვარს სოფელი. ხო. უტყუარი ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა წინ მიიწევს და საქონლის სულადობა დღითი დღე იზრდება. საძოვრები კი შესაბამისად ფართოვდება. ხო. გარდა ამისა, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მოგეხნავთ 90,000-იან ჰექტარის ფართობს. ვიღაცა იკითხავს, ამდენი საწვავი საიდან გაქვთ, რომ ტრაქტორში ჩაასხათო? რა სიბრიყვია, ნუთო-ტყუილად მყავს ამდენი პატიმარი, მუქთად რომ ჭამენ პულს. ხო. მოიცა. ესეც ასე, ხო. საზოგადო მოღვაწე მეცნიერი და რაც მთავარია ჩვენი პრემიერ-მინისტრის სეხნია ივანე ჯავახიშვილის წერდა. ახლა კი სპორტის შესახებ. პრემიერ-მინისტრის ფავორიტმა გუნდმა გორის დილამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალი დააპატიმრა. დაჩოქე, ბალევოი გაუკეთე კრისტიანო რონალდოს. აღიარებინე საპროცესო ხათრი. ამის შემდეგ გორის დილას ფეხბურთელებმა მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი გალაფურჩი, ერვინგში, ფიგურულ სრიალში და კარატეში. დღეს 26 მაისს გაიხსნა ახალი პარლამენტის შენობა სოფელ უდეში. ბატონებო და ქალბატონებო, ახლა კი საქართველოს ეროვნული ჰიმნი. მოიცა, ეს რა აბსურდია, ვადო. შენ რა, ეს ყველაფერი მართალი ხომ არ გოდია, განსასჯელს დაატოვებინეთ სასამართლო დარბაზი. დაუყოვნებლივ, ის ცუდად იქცევა.